ადვოკატთა ასოციაცია სასჯელოსნობის დაწესებულებას და ამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში ადანაშაულებს. ასოციაცია მერვე დაწესებულების ადმინისტრაციასა და გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით ხატიაშვილის განმარტებით გამომძიებელმა მერაბ ანჯაფარიძემ მუქარა განახორციელა დაწესებულებაში მყოფ უვადო პატიმრობა მიშელ შალვა ლილუაშვილზე. უვადოთ პატიმარს შალვა ლილუაშვილს ეუბნება თუ რისთვის სჭირდება მას საქმე და თუ ის აპირებს ამ საქმის გასაჩივრებას და იმ ფაქტებს, როდესაც მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მოხდა მის საქმეზე მტკიცებულებათა თვისობრივი გაყალბება, მერაბ ანჯაფარიძემ ფაქტიურად ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, თავისი დღევანდელი თანამდებობა. იგი შევიდა მასთან და მოითხოვა მისგან რომ არ ამოეყო ხმა, არ დაწყებულიყო, არ შეგვეტანა საჩივარი მთავარ პროკურატურაში. უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც სიტყვაზე ენდოდა დაუჯერა და ადამიანთან შეუშვა ისე, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ მას სურდა ან რაიმე მონაწილეობა შეეძლო მიეღო ამ ადამიანის დაკითხვაში, აქედან მათაც ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა. მე მინდა გავაკეთო განცხადება და მივმართო სოზარ სუბარს, რომ მან უნდა აიყვანოს კონტროლზე, როდესაც პატიმართან შედის ისეთი პირი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს. როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, მოვიკითხე, პირველი მოგითხვით მსგავსი რამ არ დადასტურდება, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება ქონდა ფაქტსადგი, არ გამოურიცხავ, ამიტომაც პროკურატურაში შეაქვს, პროკურატურამ გამოიძიოს და დამნაშავე თუ მოხდა დანაშაული აგებს პასუხს.